მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ დავით რობაქიძე და ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ აწყოთ თქვენი სატელევიზიო თუ პოდკასტ სტუდიო. დავიწყოთ. თუ ჩვენ გვინდა რომ მოვაწყოთ პოდკასტ სტუდია, ამისათვის საჭირო არის რამოდენიმე ძირითადი ელემენტი. რა თქმა უნდა, ეს არის კამერა, მიკროფონი, განათება და რაიმე ტიპის რა თქმა უნდა შენობა, სადაც ვიქნებით და ამ ყველაფერს გადავიღებთ. ძალიან მარტივი არის ამ ყველაფერს გაკეთება, თუ სწორად მიუდგებით. და ასევე შეიძლება ძალიან დიდი ფინანსური ეკონომიის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ვიცით რას ვაკეთებთ. არ უყიდულობთ ტყილა რაღაც აპარატურას და ვიყენებთ ხოლმე იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. წარმოვიდგინეთ, რომ ეს არის ორკაციანი პოდკასტ სტუდია, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე მარტივად გასაკეთებელი და ხშირად გავრცელებული არის და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ის ქართულ YouTube-ზე და რა თქმა უნდა უკვე წლებია უცხოურენოვან YouTube-ზე. ამ შემთხვევაში გულისხმობ ინგლისურენოვანს. თქვენ გინდათ რაიმე სტუდია და ეს შეიძლება იყოს თქვენი შენობა, ეს შეიძლება იყოს თქვენი სახლი, ოფისი, არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის რომ უკანა მხარე იყოს შედარებით საინტერესო. თუმცა იმასაც აგიხსნი ამ ვიდეოში, როგორ გააკეთო ეს ყველაფერი, თუ ძალიან მოსაწყენი უკანა მხარე გაქვს, მაგალითად როგორც მე. ეს არის ჩემი ოფისი და უბრალოდ ოფისში მიდგას მაგიდა და ვიღებ კამერით ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გსურთ ორი ადამიანის პოდკასტის მოწყობა და ამ შემთხვევაში პირველი კითხვა რას დგება, რა კამერები გამოვიყენო. გაქვთ რამოდენიმე არჩევანი. ყველაზე ბიუჯეტური ეს არის, შეგიძლიათ გადაიღოთ ეს ყველაფერი ტელეფონებით. თუ გაქვთ კარგი ტელეფონი, არ ვიცი, iPhone-ი იქნება თუ Android-ის ოპერაციულ სისტემაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის. უბრალოდ ორი კაცის შემთხვევაში გჭირდებათ მინიმუმ 3. ძალიან გაგიჭირდებათ ორკაციანი გადაღება, ორკაციანი გადაცემა გადაიღოთ 3 კამერაზე ნაკლები კამერით. შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე მომხიბლავი არის. კამერების განლაგება არის შემდეგი. ერთი კამერა გიყენიათ, რომელიც ხედავს ორივეს, ეგრეთ წოდებული საერთო, ერთი კამერა უყურებს ერთ წამყვანს, მეორე კამერა უყურებს მეორე წამყვანს. შეგიძლიათ ყავდეთ ოპერატორი, თუ რა ვიცი, შედარებით დიდი პროდაქშენი გაქვთ, ან შეგიძლიათ არ ყავდეთ ოპერატორი. განსაკუთრებით თუ YouTube-ის რაღაც ბლოგერობაზე ვსაუბრობთ, არ არის საჭირო. თუ ოპერატორი არ ყავს, აქ შეგვიძლია გქონდეს ნებისმიერი ტიპის კამერა, ან ეგრეთ წოდებული PTZ კამერა, Pan Tilt Zoom. PTZ კამერა არის კამერა, რომელიც თვითონ მოძრაობს და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რაღაც მარტივ პლანშეტზე ან რაიმე ტრიგერზე, თუნდაც Xbox-ის ჯოისტიკზე, ღილაკის დაჭერით ჩვენი კამერა მოძრაობდეს. და შედარებით ესე თქვათ მარტივი workflow არის. თუ ვიღებთ ჩვეულებრივ კამერებს, აქაც გვაქვს რამოდენიმე არჩევანი. როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს ტელეფონი და თანამედროვე ტელეფონები საკმაოდ მაღალი ხარისხით იწერენ. ვითომეტეს თუ თქვენ ტელეფონს გააჩნია რავჩაწერის საშუალება, ან სიტყვაზე პორტრეტ მოდში შეუძლია ჩაიწეროს თუნდაც 30 FPS-ი, კარგი ხარისხით, რაც თანამედროვე ტელეფონებს უკვე შეუძლია, საკმაოდ კარგ სურათს მიიღებთ ტელეფონის ჩაწერისას. მაგრამ თქვენ თუ გსურთ რომ მიიღოთ მსგავსი ეფექტი, მაგალითად როგორც ჩემ ვიდეოში არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული კინოხაზის კამერები, ან შედარებით მაღალი ხარისხის ფოტოაპარატები, რომელსაც ასევე შეუძლია ვიდეოს გადაღება. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ Sony Alpha A1-ის ფოტოაპარატებს, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა. რატო ვიყენებ მე ამ შემთხვევაში ფოტოაპარატებს და არა ვიდეო კამერებს, რომელიც ზუსტად ჩემ წინ არის განთავსებული. ამ შემთხვევაში მე ჩემ ვიდეოებს ვიწერ ოფისში. ეს არის ჩვეულებრივი საოფისე ფარტი, ეს არ არის სტუდია. და როგორც ხედავთ, ჩემ უკან ბექგრაუნდი არის საკმაოდ გაბლარული. და ეგრეთ წოდებულ პორტრეტის ეფექტს ვიღებთ. ამ შემთხვევაში მე რო ეს გადავიღო მაგალითად სამხრე კამერით ან ხელის კამერით ან არა კინოსერიის კამერით, ჩემგან არსებული ბექგრაუნდი გამოჩნდება და დიდად არაფერი დასანახი მანდ არ არის. გაბლარული ბექგრაუნდი ბევრად უფრო კარგ ეფექტს გვაძლევს და რაღაც განათების მოწყობილობებით, თუნდაც ძალიან ბიუჯეტური განათების მოწყობილობებით, რომელიც შეგიძლიათ, რა ვიცი, გამოიწეროთ eBay-დან, Amazon-დან, ან თუნდაც Temu-დან, შეგიძლიათ საკმაოდ ლამაზი ეფექტი მიიღოთ. მაგალითად, როგორც არის ჩემ უკან რამოდენიმე განათების მოწყობილობა. თუ ჩვენ ასე ვთქვათ, ვიღებთ ამ ყველაფერს სტუდიაში, ამ შემთხვევაში უკვე შეგიძლიათ გქონდეთ რა თქმა უნდა პროფესიონალური ბექგრაუნდი. შეეცადეთ რომ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი განათების მოწყობილობები, რადგან ეს საკმაოდ მოსაწონს და ლამაზ ხსნის სცენას. შემდეგი რაც არის, თქვენ უნდა განსაზღვროთ როგორი ტიპის გამოსახულება მოგწონთ. ჩემი გამოსახულება მაგალითად არის საკმაოდ თბილი. თბილი ანუ ყვითელი, მზე ასოცირდება სითბოსთან. თუმცა ეს შეიძლება იყოს ცივი.
ანუ მაგალითად ესეთი. ეს არის უკვე დამოკიდებული თქვენ როგორი გამოსახულება მოგწონთ. არ არსებობს ესეთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს მაინდა-მაინც ესეთი დათბილული ან ესეთი ცივი. იმის და მიხედვით თქვენ რა პროდაქშენს ირჩევთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი. მე მაგალითად მომწონს ესეთი თბილი გამოსახულება და ამიტომ არის ესეთი. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ზედმეტი იყოს, ვიღაცთვის ნაკლები. ეგ ცოტა სუბიექტური არის. თუმცა დაუბრუნდეთ ტექნიკურ ნაწილს. გჭირდება 3 კამერა. პირველი კამერა არის საერთო ხედის, რომელიც იღებს როგორც თქვენ, ასევე თქვენ სტუმარს. მეორე კამერა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ სტუმარისკენ, მესამე კამერა არის მიმართული თქვენკენ. ანუ პირველი კამერა საერთო ხედი, მეორე და მესამე კამერა ახლო ხედი. არ არის აუცილებელი გქონდეთ ზუმი, შეგიძლიათ კამერა განათავსოთ შტატივზე, ან რაიმე ტიპის სამაგრზე, შტატივი სასურველი არის და მიწიოთ კამერა იმ მანძილზე, თუ შენობა გაძლევთ საშუალებას და მაგალითად განში არის რამოდენიმე მეტრი, რა მანძილზეც გსურთ. შემდეგი უკვე არის კამერების განთავსება. აუცილებლად უნდა შეეცადოთ, რომ კამერები იყოს განთავსებული სწორად და არ იყოს მისი ჰორიზონტი დარღვეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შემდეგ არ მოგიწიოთ დამუშავების დროს კამერის მიახლოება და ამის გასწორება, რაც შეიძლება ხარისხი დაგიზიანოთ. აუცილებლად უნდა გესმოდეთ სადებთ კონტენტს. თუ თქვენ კონტენტი გათვლილი არის მაგალითად TikTok-ისთვის ან Instagram-ისთვის, ამ შემთხვევაში უნდა გადაიღოთ 9:16-ზე. ხოლო თუ თქვენი კონტენტი უფრო არის YouTube-ისთვის, ან მაგალითად გინდათ რომ თქვენი კონტენტი იყოს 16:9-ზე, ანუ აი როგორც მონიტორი არის მსგავსი ფორმის, აი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი ტელეფონი, არა ესე, არამედ ესე. ამ შემთხვევაში, ხო ეს ჩემი ბურთულეთი იყო. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ 16:9-ზე და შემდეგ დაჭრათ 16:9 შორტებად. რაც საკმაოდ მიღებული პრაქტიკა არის, თუ თქვენი აუდიტორია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ან TikTok-ი, ან Instagram. შემდეგ ჭირდებათ განათება. რაც არ უნდა კარგი კამერა გქონდეთ, ცუდი განათება მოგცემთ ცუდ შედეგს. თუ ლაპარაკობთ ფოტოკამერებზე ან კინოკამერებზე, გაქვთ 3 პარამეტრი, რომლითაც არეგულირებთ ვიდეო სიგნალის სიკარგეს. აქედან 2 არის რეალური პარამეტრი, ხოლო 1 არის ციფრული. ვიდეოს შემთხვევაში ჩვენ ძირითადად ვიყენებთ shutter speed-ს, ანუ რა სიჩქარე აქვს shutter-ს და ამავდროულად ვიყენებთ ჩვენ დიაფრაგმას. დიაფრაგმა რაც უფრო გახსნილი არის, მით უფრო მეტი შუქი შედის რა თქმა უნდა მასში და მით უფრო კინოკამერის სერიების შემთხვევაში მით უფრო ჩემი უკანა ბექგრაუნდი იბლარება. შემდეგი არის ISO ამ შემთხვევაში ჩვენ გამოსახულებას ვერ გაგვიუმჯობესებს, არამედ პირიქით ISO-მ შეიძლება გამოსახულება დაგვიზიანოს. ISO არის გაძლიერება, თუ როგორ აძლიერებს თქვენი ვიდეო კამერა მიღებულ გამოსახულებას. რაც უფრო დაბალია ISO, მით უფრო მაღალი ხარისხის და მაღალი დეტალიზაციის არის. აი დაახლოებით ესე გამოიყურება მაღალი ISO ვიდეო, ხოლო დაახლოებით ესე გამოიყურება დაბალი ISO ვიდეო. არსებობს ISO-ს სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად ამ შემთხვევაში მივიღებ ISO 100-ით, შეიძლება გადაიღოთ 800-ით და ასე შემდეგ. სხვადასხვა ლინზებს აქვს სხვადასხვა ISO-ს პარამეტრები, რაც ეძახიან based ISO. რა შემთხვევაშიც წარმოებელი გვეუბნება, რომ ეს ISO იძლევა ყველაზე კარგ ხარისხს, ყველაზე ნაკლებ ხმაურს, ეგრეთ წოდებულ noise ამ ლინზის შემთხვევაში. თანამედროვე და ახალი მოდელის ტექნიკაში ფაქტიურად ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი არის. იქიდან გამომდინარე, რომ როცა თქვენ იღებთ პოდკასტს სტუდიაში, თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გამოიყენოთ შუქი. შუქს გირჩევთ, რომ გამოიყენოთ პროფესიონალური და არა ნატურა. რადგან პროფესიონალურ მოწყობილობებს, პროფესიონალურ განათების მოწყობილობებს აქვს ფიქსირებული და მაღალი refresh rate. შესაბამისად, თქვენ არ შეგექმნათ პრობლემა, როდესაც გამოსახულება ციმციმებს. შეგიძლიათ დამატებით შუქად გქონდეთ ოთახში შუქი ანთებული, თუ გიყენიათ კარგი ნატურები, ან შეგიძლიათ არ გქონდეთ. შუქის მოწყობილობები არსებობს ძალიან ბევრნაირი, როგორც ბიუჯეტური, საშუალო ბიუჯეტური და მაღალბიუჯეტური. ჯამში მაღალბიუჯეტური არ გჭირდებათ, თუმცა სასურველია, რომ გქონდეთ რბილი შუქი. რბილი შუქი როგორ მიიღება? შეგიძლიათ შუქის მოწყობილობაზე ზევიდან დგება ეგრეთ წოდებული soft box-ი, რომელიც არბილებს შუქს, უფრო თანაბრად ანაწილებს და ეს შუქი არ არის ძალიან მიმართული. როგორც წესი გჭირდებათ მინიმუმ 2 შუქის მოწყობილობა, თუმცა ეს ძალიან მინიმუმი არის. ერთ კაცზე. ერთი რომელიც მას ანათებს უკნიდან, ერთი რომელიც მას ანათებს წინიდან. თუ
თუ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ უკრინდან ანათებდეს 2 ჯვარედინად და წინიდანაც ანათებდეს 2 და 1 იყოს შემავსებელი, ეს შედარებით უფრო კარგი workflow არის. თუმცა შუქს როგორ დააყენებთ, ძალიან დამოკიდებული არის თქვენ კონტენტზე. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ შუქი ისე, რომ უკანა მხარეს საერთოდ არ ეცემოდეს, ან შეგიძლიათ დააყენოთ პირიქით, რომ უკანა მხარესაც ეცემოდეს თქვენი შუქი. თუმცა მთავარი პრინციპი არის, რომ შუქი უნდა იყოს როგორც წინიდან, ასევე უკრიდან. ხო, უკრიდან ძალიან ბევრი შუქი არ გჭირდება, შედარებით ნაკლები. დეტალურად თუ გაინტერესებთ შუქი როგორ დავაყენოთ, ამაზე შეგვიძლია ცალკე ვიდეო ჩავწერეთ. შუქი როგორ შეგიძლიათ დააყენოთ? როგორც წესი გამოიყენება შტატივები. მე ჩემ შემთხვევაში ვიყენებ შტატივებს. შტატივზე წინიდან დგას 2 მოწყობილობა, უკან დგას 1. ძალიან მარტივად. არ მჭირდება ამ შემთხვევაში რაიმე სირთულე ამ ტიპის ჩაწერისთვის. ყოველ შემთხვევაში მე სუბიექტურად მომწონს ესეთი კონტენტი. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს მოსაწონი, შეიძლება ვიღაცისთვის ეს პირიქით იყოს ძალიან მოსაწონი. ამ შემთხვევაში თავარი არის, რომ თქვენ მოგწონდეთ და რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ იყოთ კმაყოფილი. არ არსებობს რაღაც უნივერსალური შეფასების მექანიზმი. იმის დამიუხედავად, რომ ძალიან ბევრი დოკუმენტაცია არსებობს, ჩემი საყვარელი მაგალითად არის ეს. თქვენ შეგიძლიათ კონტენტი შექმნათ ისეთი, როგორიც მოგწონთ თქვენ. ამ შემთხვევაში კრეატიულობა ძალიან გახსნილი არის. შემდეგ თქვენ გინდათ მიკროფონი. ჩემი რეკომენდაცია არის არასდროს არ გამოიყენოთ კამერის ინტეგრირებული მიკროფონი. გარდა სინქრონიზაციის შემთხვევაში. ჩემ შემთხვევაში მე ვიღებ 2 კამერით. ეს არის პირველი კამერა, ეს არის მეორე კამერა. მე მაქვს დამაგრებული პეტლური რადიო მიკროფონი, სხვადასხვა ბრენდის, სხვადასხვა ფასის, სხვადასხვა ბიუჯეტის არსებობს. ამ შემთხვევაში ეს არის Sony-ის, თუმცა შეგიძლიათ იყოს Sennheiser, Shure, DJI, ჩინური ბრენდები, ძალიან დიდი არჩევანი არის. პრინციპი არის შემდეგი. ერთ პეტლურ მიკროფონს იკეთებთ თქვენ, მეორეს უკეთებთ თქვენ სტუმარს. გადამცემი შეიძლება იყოს ერთარხიანი, უფრო სწორედ გადამცემი იქნება ერთარხიანი, მიმღები შეიძლება იყოს ერთარხიანი, ან ორარხიანი. ორარხიანი მიმღების შემთხვევაში ან mini TRS-ით, ან TRS-ით, ან XLR კაბელით, ადრე რო Canon-ს ეძახდნენ მაგ კაბელით, აერთებთ თქვენ კამერაში. თუ გაქვთ ფოტოაპარატი, ამ შემთხვევაში აერთებთ mini TRS-ით, თუ გაქვთ შედარებით დიდი კინოკამერა, ან ING კამერა, ამ შემთხვევაში აერთებთ XLR-ით. თუ გაქვთ ტელეფონი, შეგიძლიათ შეაერთოთ პირდაპირ Type-C-ზე არის მიმღებები, თუ ძალიან ძველი ტელეფონი არა გაქვთ და Type-C გააჩნია, ან თუ მაგალითად თქვენ ტელეფონს აქვს 3.5 მმ-იანი ჯეკი, შეგიძლიათ გამოიყენოთ გადამყვანი და ხმა შეიყვანოთ ტელეფონში ის. ან ხმა შეგიძლიათ ჩაიწეროთ ცალკე ჩამწერში და შემდეგ სამონტაჟოში მოხდინოთ ხმის და ვიდეოს გაერთიანება. ეს workflow არის გამოსადეგი იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ყველაფერს ვიწერთ, ანუ მაქვს 3 კამერა, 3 კამერის სიგნალი ჩავიწერე, სამივე კამერამ ჩაიწერა ხმა, რომ შემდეგ ჩემთვის სინქრონიზაცია მარტივი იყოს, იმიტომ რომ რეკორდის ღილაკს ერთდროულად ვერ ვაჭერ, შეგვიძლია ტაიმკოდის შევიყვანოთ და გამოვიყვანოთ, თუმცა ეს შედარებით რთული workflow არის, განვიხილოთ მარტივი. და შემდეგ სამონტაჟოში ამ ყველაფერს ვამონტაჟო. თუ მინდა რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს live-ში, შესაბამისად მე მაქვს 3 კამერა და მინდა პირდაპირ ეთერში გავიდე, მაგალითად YouTube live, Facebook live და ასე შემდეგ, აქაც არსებობს 2 გზა. ერთი გზა არის რომ მე ეს ყველაფერი დავამონტაჟო, შემდეგ რაიმე პროგრამაში, მაგალითად OBS-ში, VMix-ში ან სხვაში ჩავტვირთო, play-ზე გავუშვა და live-ი გავუშვა. ეფექტი იქნება რომ თითქოს ეს ყველაფერი ამ წამს მიმდინარეობს, მაგრამ ჩანაწერი შეიძლება გაკეთდა დიდი ხნის წინ. ან მეორე ვარიანტი. მე შემიძლია მართლა live-ში გავიდე. მართლა live-ში გასვლა რატომ მინდა? იმიტომ რომ მაგალითად ჩემი მაყურებელი შემოვიდეს რაიმე კონტაქტში, დამიწეროს კომენტარი ან ჩამერთოს და ასე შემდეგ და მე მოვახდინო დინამიურად მასზე პასუხი. ან თუ პირობითად მაგალითად განვიხილავ ფორმულა 1-ის ან არ ვიცი, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას live-ში, როცა ის მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის live, 2 და 3 დღის მერე შეიძლება ის განხილვა არ იყოს ისე თუ აქტუალური, როგორიც იმ მომენტში. შესაბამისად, თუ ვაკეთებთ ყველაფერს live-ში, ჩართულობა აუდიენციის უფრო მეტი არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში ემატება ბევრი რაღაცები, რაზეც სხვა ვიდეოებში მაქვს ნასაუბრები, ვიდეო მიქჩერი, როუტერი და ასე შემდეგ. თუმცა მოდით განვიხილოთ მარტივი მაგალითი. და განვიხილოთ ფაქტიურად უფასო მაგალითი, როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ვიდეო სიგნალის გადართვა ერთი კამერიდან მეორე კამერაზე. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ტრადიციული ვიდეო მიქშერი და ავიღოთ მაგალითად Blackmagic-ის ან Data Videos მაგალითი და ეს ძალიან ბიუჯეტური არის, რაღაც $400, $500 ფარგლებში შეგვიძლია გქონდეს ვიდეოს ვიჩერი. შემდეგ შევიყვანოთ ჩვენი მიკროფონის ხმა. ერთი ვარიანტი არის, რომ ჩვენი მიკროფონი დავაერთოთ ჩვენ კამერაზე და უკვე კამერიდან ვიდეო და აუდიო ერთი კაბელით წავიდეს, იქნება ეს HDMI თუ SDI კაბელი, ან მეორე ვარიანტი, ჩვენი ხმა დავაერთოთ პირდაპირ და ვიდეო დავაერთოთ ცალკე.
ანუ ჩვენ მიქსერში. თუ მიქსერი არ აგვაქვს და არ გსურს მიქსერის ყიდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ კომპიუტერი. ეს შეიძლება იყოს როგორც ლეპტოპი, ასევე ეს შეიძლება იყოს დესკტოპ კომპიუტერი. Mac-ი ან Windows-ი არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ვიდეო სიგნალის შეყვანა ჩვენს კომპიუტერში. თქვენ ვიდეო ბარათს, რომელიც კიდათ ეგრეთ წოდებულ graphic card GPU-ს, აქვს მხოლოდ ვიდეო გამომავალი და დედაპლატაზეც ინტეგრირებული გაქვთ მხოლოდ ვიდეო გამომავლები. მას არც HDMI და მით უმეტეს არც HDI შემავალი არ აქვს. რომ შეიყვანოთ ვიდეო სიგნალი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ან PCIe-ზე ეგრეთ წოდებული capture ბარათი, რომელსაც შეიძლება გქონდეს 1, 2, 4 ან 8 შემავალი, ან შეიძლება უფრო მეტიც, თუმცა მანდაც შეზღუდულებაა სიჩქარეში. როგორც წესი 8 არის მაქსიმუმი და სტანდარტულად 1, 2 ან 4 აქვს, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ Type-C-ზე, ან USB 3-დან 0-ზე, Type-A-ზე, ანუ დამაერთებელი ინტერფეისი, რომელთაც შეგვიძლია ასევე შევიყვანოთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ ლეპტოპში არ მუშაობთ და სიტყვაზე MacBook-ი არ გაქვთ, გამოიყენეთ PCIe-ზე კომპიუტერში ფიზიკურად ჩაყენებული შემავალი ბარათი და აქ ალბათ ყველაზე დიდი არჩევანი გაქვთ Blackmagic-ში, ყველაზე პოპულარული ის არის, თუმცა შეგიძლია გამოიყენოთ AJAS-ი ან სხვა რომელიმე ბიუჯეტური. უნდა გესმოდეთ რა ტიპის კამერა გაქვს. თუ იღებთ ფოტოაპარატით და თქვენ ფოტოაპარატს აქვს მხოლოდ და მხოლოდ HDMI გამომავალი, უნდა აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ექნება HDMI შეყვანა. და უნდა გაითვალისწინოთ, რომ HDMI კაბელი ძალიან გრძელმანძილზე არ მუშაობს. ან ძალიან ძვირიანი, ან ძალიან კარგი კაბელი უნდა გქონდეთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რა ხარისხში იღებთ. თუ ლაივში მუშაობთ, შეიძლება თქვენ გსურდეთ, რომ 4K-ში გადაიღოთ, ჩაიწეროთ, რომ შემდეგი მონტაჟი და მანიპულაცია გქონდეთ, მაგრამ სტრიმი გავიდეს HD-ში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კამერის ჩაწერა გაუშვათ თავის-თავში რომ ჩაიწეროს 4K, მაგრამ გამომავალი გქონდეთ Full HD 1920, 1080, აუცილებლად პროგრესივი, არა ინტერლეისტი. პროგრესივი და ინტერლეისტი რა არის, ამას სხვა ვიდეოში მოგიყვებით. თუმცა უნდა იყოს P და არა I. იმიტომ რომ ინტერნეტი ფეზე არის მთლიანად და ეს ხელის მოძრაობის დროს strobe ეფექტი, ანუ ეგრეთ წოდებული ზოლების ეფექტი არის, როცა მე ხელს ვამოძრავებ. ტელევიზიების ვიდეოები თუ გინახოთ Facebook-ში დადებული, ხშირად არის, როდესაც strobe ეფექტი ჩდება. ანუ აი ეს ეფექტი. ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ თქვენ ვიდეო კამერას და აერთებთ ან HDMI, ან SDI შემავლით. HDMI უფრო მარტივი საყიდი არის და რა ვიცი, ყველა კომპიუტერულ მაღაზიაში იყიდება. SDI ესეთი მარტივი საშუალებელი არ არის, თუმცა მაგის ყიდვა ჩვეულებრივად შეგიძლიათ. SDI შეგიძლიათ გრძელმანძილზე შეაერთოთ, HDMI-ც შეგიძლიათ გრძელმანძილზე, მაგრამ უფრო გათვლილი არის მოკლე მანძილზე. შესაბამისად, თქვენი კომპიუტერი უნდა იყოს სადმე იქვე ახლოს. შემდეგ მაგალითად შეგვიძლია გქონდეს რაიმე უფასო პროგრამა, OBS-ი ან ფასიანი პროგრამა, მაგალითად WebEx-ი, ან შეგვიძლია გქონდეს რაიმე Blackmagic-ის სისტემა, TriCaster-ის სერვერი, ან ნებისმიერი სხვა, რომელიც თქვენ გინდათ, რომელიც ჩაიწერს. შეგიძლიათ დაამატოთ რაღაც გრაფიკა, მაგალითად სახელი გვარი, ლოგო, დრო, ამინდი, ასე შემდეგ, მორბენალი სტრიქონი და გასტრიმოთ. თქვენი კომპიუტერიდან წავა RTMP სტრიმი, რომელსაც მიიღებს Facebook-ი, YouTube-ი, ან შეგიძლიათ თუ ორი RTMP-ს გენერირება შეუძლია, მაგალითად, ერთი Facebook-ზე, ერთი YouTube-ზე და გახვალთ live-ში. Live-ი იქნება მაინც დაყოვნებით, დაახლოებით 10 წამი მაინც გექნება დაყოვნება. ანუ თქვენი ნათქვამი და შემდეგ Facebook-ზე აუდიენსის გაგონილს შორის იქნება სხვაობა. იქ შეგიძლიათ სეტინგები შეცვალოთ და რაღაც stream quality და სიჩქარე ერთმანეთში ათამაშოთ, თუმცა დაყოვნება მაინც გექნებათ. თქვენი კომპიუტერი შესაბამისად ვიდეო და აუდიოს უკვე გააერთიანებს და იმ კამერის სიგნალს, რომელ კამერაზეც იქნება გადართული, იმ კამერის სიგნალს გაუშვებს ეთერში. ამ შემთხვევაში გამოიწვევ ვიღაც გჭირდება თუ ვინც აირჩევს პირველი კამერაა, მეორე კამერაა თუ მესამე ეთერში, ან შეიძლება რთული სისტემის შემთხვევაში ეს რაღაცნაირად წინასწარ გაწეროთ. თუმცა ძალიან რთული არის წინასწარ გაწერილის მიყოლა, იმიტომ რომ შეიძლება კამერა ცუდ მომენტში გადაირთოს და ის თქვენ დიდად არ მოგეწონოთ. ამიტომ თუ ლაივში აკეთებთ, როგორც წესი, ალბათ ერთი ადამიანი დაგჭირდებათ. ან წინ უნდა გედგათ პლანშეტი, ეხლა თუნდაც ნებისმიერ პლანშეტში შეგიძლიათ აიღოთ, რემოუთით, რა ვიცი, TeamViewer, TeamDesk-ით, remote desktop-ით ან ნებისმიერი remote-ით შეხვიდეთ თქვენ კომპიუტერში, ან შეიძლება თვითონ პროგრამას გქონდეს კლიენტის აპლიკაცია და მაგალითად, რა ვიცი, როცა ვსაუბრობ, წინ მედოს ტელეფონი და 1, 2, 3 კამერის დაჭერით გადავთო. პირველ კამერას უყურებ, მეორე კამერას უყურებ, ჩემ შემთხვევაში მესამე კამერა არ ამო. და მესამე კამერას უყურებ. მსგავსი workflow-ც მისაღები არის.
ამ შემთხვევაში 4K სტრიმინგს დიდად აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პლატფორმას 4K სტრიმინგი ხარდაჭერა არ გააჩნია, თუმცა 4K-ში გადაღებას აქვს აზრი, რომ შემდეგ ეს ჩაიწეროთ და მაგალითად უკვე ვიდეო ატვირთოთ ვიდეოთ, YouTube-ის შემთხვევაში 4K ვიდეოები ჩვეულებრივად მუშაობს. გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე ტელევიზორი იქნება, ტელეფონი იქნება, თუ უკვე კომპიუტერის მონიტორები, თითქმის ყველაფერს აქვს 4K-ს ხარდაჭერა. და მე ყოველთვის მომხრევა, რომ გადავიღოთ მაღალ რეზოლუციაში. კი, ფაილები ცოტა უფრო დიდია, მონტაჟი ცოტა უფრო ნელა ხდება, თუმცა ვიდეო ბევრად უფრო კარგი საყურებელი არის. გარდა მაგისა, გაითვალისწინოთ, რომ HD-ში, როდესაც HD-ში მუშაობთ, Full HD-ში, 1920-1080-ზე, ну, აქაც რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, პროგრესივში უნდა იმუშაოთ, მაგრამ ფერებში ვართ REC 709-ში. ხოლო თუ მუშაობთ 4K-ში, გადავდივართ ფერებში REC 2020-ში. აი ამ გრაფიკს რო შეხედოთ, დაინახოთ რა ხელა სხვაობა არის ამ 4-ში. ну, თუ ზევიდან high dynamic range-ს გავაკეთებთ, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება. თუმცა HDR მონიტორები უკვე ბევრად უფრო ცოტა არის და თუნდაც ტელევიზორები, ვიდრე 4K SDR მონიტორები. SDR არის standard dynamic range, HDR არის high dynamic range. ასე რომ ეს მომენტის გასათვალისწინებელი არის. უხეშად რო შევადაროთ, რა გჭირდება თქვენ. თუ ერთი კაცი ხართ ორი კამერა, შეიძლება ერთი კამერითაც, ნებისმიერი კამერა. თუ ხართ ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში მინიმუმ 3 კამერა, რომელსაც ერთი არის თავარი ხედი, მეორე არის პირველი ადამიანი და მეორე ადამიანი ახლო ხედით. გჭირდებათ რამოდენიმე შუქის მოწყობილობა, ერთი ადამიანის შემთხვევაში მინიმუმ 2, ერთი წინ, ერთი უკან, ან შეიძლება იყოს 3, 2 წინ მაგალითად, ერთი უკან, ან 4, 2 წინ და 2 უკან. გჭირდებათ აუცილებლად მიკროფონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ პეტლური მიკროფონი, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოდკასტის მიკროფონი, აი მსგავსი ტიპის, შეგიძლია გამოიყენოთ ბუმი, თუ იყენებთ ბუმს უნდა იყოს ცოტა შედარებით ჩუმი გარემო და თუ იყენებთ პეტლურ მიკროფონს, მან გყავთ არჩევანი. შეგიძლიათ აიღოთ პეტლური მიკროფონი, რომელსაც იქნება ძალიან ვიწროდ მიმართული, შესაბამისად მე თუ თავი გამომოძრავე, ხმა შეიძლება გაწყდეს, ან შედარებით ფართე, როდესაც თავით მოძრაობისას ხმა არ წყდება. რატო შეიძლება მინდოდეს ვიწრო და ჩემი თავი რატო უნდა შევიზღუდო, თუ შედარებით ხმაურიან გარემოში ვარ, ამ შემთხვევაში ვიწროდ მიმართული მიკროფონი ჩემთვის შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რომ მხოლოდ ჩემი ხმა იყოს და რამე გარე ხმაური არ შემოვიდეს. თუ ამ ყველაფერს ვამონტაჟებ, გარეხმაური შემიძლია სამონტაჟოში ამოვიღო, მარტივი დენოისი გამოვიყენო და მონტაჟის დროს როგორც გითხარით, უბრალოდ ყველა ერთ კამერაზე მექნება დაერთებული მიკროფონი, ან შეიძლება ერთ კამერაზე და მეორე კამერაზე ჩემი და სტუმრის და აუდიო სინქრონიზაციით პრემიერში ვამონტაჟებ, DaVinci-ში ვამონტაჟებ, Media Composer-ში, Edio-ში თუ სხვაში, ძალიან მარტივად შემიძლია სინქრონიზაცია გავაკეთო. შემდეგ ან multicam-ში დავამონტაჟებ, multicam მონტაჟის სტილით, ან უბრალოდ ავდგები და ჩემ timeline-ზე მე თვითონ დავჭრი და როგორც მინდა გავაკეთებ. ან მე მონტაჟეს ცალკე გავუგზავნე. მე ყოველთვის ჯობია რომ ყველაფერში პროფესიონალი გამოიყენო. თუმცა თუ ლაპარაკობთ რაღაცა დაწყებაზე და ბიუჯეტურზე, ამ შემთხვევაში მე ვარ ჩემი თავის ოპერატორიც, მე მონტაჟეც და რაზეც ლაპარაკობ, მაგასაც მე ვიგონებ. იმისგან მიუხედავად რომ რესურსიც მაქვს, შეიძლება ამით უფრო ვერთობი კიდეც. და ესეთი workflow მე უფრო მომწონს. თქვენი workflow როგორი იქნება დამოკიდებული არის თქვენ რესურსებზე და რისი მიღწევა გინდა და რამდენ კონტენტს აკეთებთ. თქვენ თუ დღეში გინდათ რომ 2 ან 3 ვიდეო გააკეთოთ, ან თუნდაც კვირაში 3-4 ვიდეო ჩაწეროთ, გაგიჭირდებათ თან გადაიღოთ, თან დაამონტაჟოთ, თან ყველაფერზე იფიქროთ. და გარდა ამისა, შეიძლება თქვენთვის საერთოდ არ იყოს მონტაჟი საინტერესო, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ზედათ არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში რახან ჩემი კონტენტი შედარებით არის ტექნიკური, მე ვცდილობ რომ მე თვითონ დავამონტაჟო, რომ შემთხვევით სხვა მომონტაჟე რამე საინტერესო, ჩემი აზრით საინტერესო არ მოჭრას. მონტაჟი შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრნაირად, დაწყებული ტელეფონიდან დამთავრებული ლეპტოპით, დესკტოპ კომპიუტერით, cloud-ში და ასე შემდეგ. არსებობს ბევრი უფასო სამონტაჟო. მე გირჩევთ რომ გამოიყენოთ უფასო სამონტაჟო პროგრამა, ვიდრე ეგრეთ წოდებული გატეხილი დაკრეკილი ვერსია, თუმცა გატეხილი დაკრეკილი ვერსიებიც სავსე არის ინტერნეტში. მაგალითისთვის Media Composer First არის უფასო თუ ამონტაჟებს HD-ში და საერთოდ არ გჭირდებათ ამ შემთხვევაში რამე დამატებითი გზა. რა ფორმატში ჩაიწერთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი არის რეზოლუცია, როცა ვლაპარაკობთ Full HD იქნება თუ HD იქნება თუ 4K. ეს არის რეზოლუცია, თუმცა მეორე არის პიქსელების რაოდენობა და მეორე არის რაში ვიწერთ, ანუ რა არის ჩვენი მატარებელი და რა არის ჩვენი კოდეკი. კონტეინერი და კოდეკი. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა დამოკიდებული არის თქვენ ტექნიკაზე. რა ტიპის აპარატურა გაქვთ და რაში იძლევთ. ხშირად მსგავსი ტიპის ჩანაწერებში გამოიყენება MP4, რაც სატელევიზიო მაუწყებლობისთვის სრულიად მიუღებელია, თუმცა მსგავსი ტიპის კონტენტისთვის ძალიან მოხერხებული არის. შეგიძლიათ ჩაიწეროთ MOV-ში, ProRes-ში, DNx HD-ში, თუ გსურთ RAW-ის ჩაწერა, ეს უკვე ცოტა
პროფესიონალური არის და უფრო მაინც რთული კონტენტის არის, ის გავსი კონტენტის რავს ჩაწერას საჭიროებას მე დიდად ვერ ხედავ და შემდეგ ფერების კორექციის, თუმცა თუ გსურთ ფერების კორექცია, თუ გსურთ რომ პოსტში შეგეძლოთ ფაქტიურად სრული манипуляცია, უნდა ჩაიწეროთ RAW ვიდეო. ერთი მომენტი რაც არის, გახსოვდეთ რა არის chroma sampling-ი, სადაც თუ ჩაიწერთ 4:2:2-ში ეს ხარისხი იქნება საკმაოდ მაღალი და შეიძლება არც გჭირდებოდეთ ესეთი მაღალი ხარისხი, შეგიძლიათ ჩაიწეროთ 4:2:0-ში და ნუ HDR ჩაიწერთ თუ SDR ჩაიწერთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ანუ high dynamic range თუ standard dynamic range. და აქაც სხვადასხვა ფოტო ან ვიდეო აპარატები სხვადასხვანაირად იწერენ. შემდეგ შეგიძლიათ ეს ვიდეო აიღოთ, ატვირთოთ YouTube-ზე, Facebook-ზე, გამოიყენოთ, მაგალითად მე ვიყენებ სხვადასხვა ტიპის AI-ს, რომლითაც ჩემ ქართულ კონტენტს თარგმნი რუსულ და ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ იმ ხალხს, ვისაც მე ვიმუშავებ, ამ ორ ენაზე საუბრობენ და გარდა ქართულისა, მე მაქვს დამატებითი თარგმნა. ან შეგიძლიათ თქვენ თვითონ ჩაწეროთ, მე უბრალოდ მიზარება რომ დავждე და ერთხელ ინგლისურად ვილაპარაკო, ერთხელ ქართულად, ერთხელ რუსულად, იმის გამიხედავთ რომ შემიძლია არსებობს AI, რომელიც თქვენი ხმის კლონირებასაც აკეთებს და შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ეს წყაროები იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი კონტენტის უფრო დიდ, უფრო ფართე აუდიტორიაზე მიცემა. თუ ქართულად მოსაუბრე არის 3-4 მილიონი ადამიანი, ინგლისურად მოსაუბრე არის ასეულობით მილიონი. აქედან გამომდინარე, აქვს აზრი თქვენი კონტენტისთვის. აი ძალიან დიდი იუთუბერები, მათ შორის დაიწყეს თავიანთი კონტენტის ბევრ ენაზე გადათარგმნა და არაერთზე შემჩნევია, რომ იყენებენ AI-ს. აქ მომენტი ის არის, რომ სადაც 70%-დან 80%-მდე AI თარგმნის სწორად და იმ 20%-ის გასწორება თქვენ მაინც გიწევთ. ანუ თქვენც უნდა გესმოდეთ ისენა. ხა პირობითად მე ჩინურზე ვერ გადავთარგმნი, იმიტომ რომ იქ ვერ მიხვდები სწორად გადათარგმნა თუ არასწორად. შესაბამისად ეს მომენტიც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ ან რუსულად ან ინგლისურად, ეს ჩემი ხმა არ არის და რეალურად AI-ის დაგენერირებული ხმა არის. შესაბამისად უფრო დიდ აუდიტორიას მიხვდებით. გრაფიკული გაფორმება შეგიძლიათ გააკეთოთ, ლაივის შემთხვევაში გჭირდებათ რაღაც გრაფიკული ენჯინი, ან რაღაცა, იგივე მაგალითად OBS, VMix, თუ Blackmagic იქნება, თუ TriCaster თუ სხვა, შეუძლია გრაფიკულად დაადოს, ხოლო თუ გსურთ დამატებით play-out-ი, ანუ მაგალითად მე ვსაუბრობ და ამ დროს გსურთ რაღაცა კადრები, ხო? გჭირდებათ დამატებით კიდე ვიდეო play-out-ი. ნუ მესამე რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ეს არის სუფლიორი, მე ამ შემთხვევაში სუფლიორს არ ვიყენებ, თუმცა მაქვს სუფლიორები ჩემთან, შემიძლია გამოვიყენო, თუმცა მე მიჩვენია რომ არ წავიკითხო ტექსტი, რადგან ის არის რაღაც საინფორმაციო გამოშვება, არამედ ვსაუბრობთ კონტენტზე და უფრო ბუნებრივი იყოს. რადგან როცა კითხულობ, მაინც ნაკლებად ბუნებრივი არის. ჩამიწერია ვიდეოები, როდესაც სუფლიორთან მუშაობ და ის შედარებით ნაკლებად ბუნებრივი არის. თუმცა სუფლიორთანაც თუ მუშაობ, ტექსტი ჩემი დაწერილი არის. ჩემთვის პირადად ძალიან რთული არის სხვის დაწერილი სუფლიორის ტექსტზე მუშაო, იმიტომ რომ 100%-ით მასე ვარ დამოკიდებული, ხო? როცა მე ვიდეოს წერ, მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რაზეც მე მინდა ვისაუბრო. ჯამში სულ ეს იყო, იმედია დაგეხმარებათ ეს ვიდეო, რომ გააკეთოთ თქვენი შექმნათ თქვენი კონტენტი და აი რაც არ უნდა წარმატებული იყოთ, რაც არ უნდა სფეროში მუშაობდეთ, დღეს ისეთი გარემოში და ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ვიდეო კონტენტის შექმნა და თქვენი შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ან თქვენი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადამიანებამდე ყველაზე მარტივი არის ვიდეო კონტენტით. იქნება ეს TikTok შორტები, YouTube შორტები, Instagram-ი თუ სტანდარტული 16:9-ზე ვიდეო, როგორც მაგალითად ეს არის. და ნუ ჯამში შეგიძლიათ ესეთი ვიდეოები დაჭრათ მოკლე შორტებად. იგივე AI შეგიძლიათ შექმნათ subtitles, ანუ აი რასაც საუბრობ, რომ ასოები იწერებოდეს. ეს ძალიან პოპულარული არის განსაკუთრებით შორტების შემთხვევაში და მარტივი არის. 10 წუთიან ვიდეოზე სუბტიტრების გაკეთება YouTube-ს თვითონაც აქვს, შეგიძლიათ დააჭიროთ და YouTube თვითონაც განახებს, თუმცა ვიდეოში ეს უფრო დიდად, ლამაზად და ასე ვთქვათ, უფრო გრაფიკულად კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ. კონტენტის დადების დროს thumbnail-ი შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, თუმცა ეს არის იმ კონტენტისთვის, როდესაც თქვენ დიდ მასაზე არის გათვლილი. ჩემი ვიდეოები არის უფრო სასწავლო ტიპის, უფრო შედარებით მოკლე, შედარებით მცირე აუდიტორიაზე გათვლილი, ამიტომ დიდად thumbnail-ზე დროს და ენერგიას არ ვხარჯავ. თუმცა ცუდი ამას რა ვშვებ. ჯამში thumbnail-ის გაკეთება ცალკე მიმართულება არის. Mr. Beast-ი გეცოდინებათ ესეთი იუთუბერი, მათ thumbnail-ის შექმნა ცალკე ხელოვნებათ აქვს აყვანილი და შეიძლება მგონი დისერტაცია დაიცვან ამას. ნუ მოკლედ
ყველაფერი არის დამოკიდებული თქვენ შემოქმედებებზე და უნდა გესმოდეთ რა აუდიტორიაზე მუშაობთ. საბავშვო აუდიტორია არის, ზოგადი აუდიტორია არის, რაიმე კონკრეტული სეგმენტი არის თუ ასე შემდეგ. იმედი მაქვს ეს ვიდეო დაგეხმარებათ, რომ თქვენ YouTube-ის კონტენტი შექმნათ, თუ ნებისმიერი სხვა სოციალური მედიის, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, დააკომენტარეთ, დაწერეთ, დაგეხმარებით. ჩვენი ასოციაცია არის იმისთვის, რომ და მეც პირადად ჩემი დიდი სურვილი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს დავეხმარო. არ არის აუცილებელი ყოველთვის ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა და არ ამს თუ 100,000-ობით, არამედ 10,000-ობით დოლარის ან ლარის ან ევროს დახარჯვა, რომ თქვენ რაღაც კონტენტი შექმნათ. შეიძლება ეს ყველაფერი დაიწყოს ერთი ტელეფონით, მარტივი განათებით, მარტივი მიკროფონით. ის ტელეფონი ალბათ გავთ, განათება შეგიძლიათ $100 იყიდოთ, ან $200 და ჯამში უხეშად 1000 ლარიანი ბიუჯეტით დაიწყოთ თქვენი გადაცემები. და დაახლოებით ესეთი კონტენტი ჩაწეროთ, როგორც ჩემი არის. თუ 2 სტუმარი გინდათ, ხო შეიძლება 1000 ლარი არ გეყოთ და დაგჭირეთ 2000 ლარი. თუმცა აქ არ არის საუბარი, რომ თქვენ არ გინდათ 10,000-ობით ლარი. თუ გსურთ, რომ ვიდეო კამერა იყიდოთ, მანდაც უკვე რენჯი დიდი არის რა. თუ მაგალითად გინდათ ჰიბრიდული, რომ ხან ფოტოც გადაიღოთ, ხან ვიდეოც გადაიღოთ, შეგიძლიათ იყიდოთ ფოტოაპარატი, იქნება ეს Sony, Canon, Panasonic-ი. თუ მხოლოდ ვიდეო კონტენტზე ხართ ორიენტირებული, შეგიძლიათ იყიდოთ კამერები, ვიდეო კამერებში ალბათ Sony და Panasonic უფრო ლიდერობს, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საქართველოში უყვარს Canon. თუ გსურთ დრონის კადრების დამატება, შეგიძლიათ დრონით გადაიღოთ, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ასე ვთქვათ, შედარებით ცდება კლასიკური სტუდიური რაღაც ბლოგი იქნება თუ რაღაც კავშირი გადაცემის ჩარჩოს. ყოველთვის ჯობია დაიწყოთ, ცადოთ და თუ არ მოგეწონებათ, ძალიან დიდი ინვესტიციას არ გექნებათ ჩადებული. თუმცა მე რატოღაც გონია, რომ წეს უნდა მოგეწონოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სფეროში არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, თქვენი თავის წარდგენა არის ძალიან საჭირო. და ამის გარეშე დღევანდელ რეალობაში ძალიან რთული არის წარმატების მიღწევას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ კონტენტზე და თქვენ რაც აკეთებთ, იმაზე პასუხისმგებლები ხართ თქვენ. ამით დაგემშვიდობებით. თუ გაქვთ კითხვები, აუცილებლად მოგწერეთ, არხი გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ და შემდეგ შეხვედრავთ. ნახვამდის.